სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ უკვე გადავედით 34 ნაწილზე, რომელიც ჩაწერილი იქნა 1987 წლის 4 იანვარს. შემდეგ კითხვა ძალიან პრაქტიკული და საინტერესოა. მე არ მიმიქცევია ყურადღება ამისათვის ბიბლიაში და საქმე ეხება ნამდვილ ქვრივებს. გასვოთ 1 ტიმოთეს მეხუთე თავში, 1 ტიმოთეს წერილის მეხუთე თავში, პავლე დარიგებას იძლევა ნამდვილი ქვრივის შესახებ. და აინტერესებს პიროვნებას, ვინ მოხვდება ამ კვალიფიკაციაში. ძალიან საინტერესოა, როცა ჯონ მაკარტური შლის ამას, ეს მომეწონა, რომ ის უფრო და უფრო რწმენაში გავა და უფრო გააფართოებს ამ ცნებას. და არ ჩარჩება მარტო ვიწრო რაღაცა ყუთში, რომელიც ადამიანებს შეიძლება მეორე ხარისხოვნად აგრძნობინოს თავი. ძალიან მომეწონა ეს პასუხის ესეთი დავარქვათ ევოლუცია, ან კიდე უფრო მეტად დახვეწა და განვითარება. როცა დაამატებს სკოლიოს სახით ფუტნოტები ქვია ამას, უყვარს ჯონ მაკარტურს ესე, როცა დაამთავრებს ხოლმე მე კიდე რაღაც დამატებითი მითი კომენტარებით კიდე ამაგრებს ხოლმე ამას. აი მოდით მოусვინოთ თუ რას ამბობს ჯოზეფი, იოსები. სალამი ჯონ, მე მქვია იოსები და რამდენიმე კვირის წინ თქვენ საუბრობდით 1 ტიმოთეს წერილზე და თქვენ ახსენეთ მართალ ქვრივებზე. ნამდვილი ქვრივია ქართულში ნახსენები, ზოგან შეიძლება მართალი ქვრივი, ჭეშმარიტი ქვრივით შეიძლება იყოს, ვინ ჩაითვლება ჭეშმარიტ ქვრივად და როდესაც თქვენ გადაходით მე-9 და მე-10 მუხლებზე, იქ ის იძლევა ამ ქვრივთა კვალიფიკაციას. 1 ტიმოთეს 5:9-10. მე შემიძლია წაგიგითხოთ ეს ადგილი, რომ ვიცოდეთ. ბერიკაც ნუ შერისხავ, არამედ შეაგონე, როგორც მამა, ყმაწვილ კაცები კი, როგორც ძმები. დედაკაცები, როგორც დედები, ყმაწვილ ქალები, როგორც დები, მთელი სიწმინდით. პატივიეცი ქვრივებს, რომლებიც ნამდვილი ქვრივები არიან. ხოლო თუ შვილები ან შვილიშვილები ხავს ქვრივს, უწინარეს ყოვლისა ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისათვის სამაგიეროს მიგება. ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის. ნამდვილი ქვრივი, რომელიც მარტო დარჩა, ღმერთია მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს. განცხრომას მიცემული კი ცოცხლად მკვდარია. ეს ამცნე, რათა ბრალდებულნი იყვნენ, ხოლო ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის ოჯახის წევრებზე, იგი განუდგარ რწმენას და ურწმუნოზე უარესია. ქვრივებად უნდა ჩაითვალონ. არანაკლებ 60 წლისანი, ერთი ქმრის ნაცოლარი, თავისი კარგი საქმეებით ცნობილი, შვილები რომ გამოუზრდია. მიაქცეთ ყურადღება, გამოუზრდია. წირთათვის უმასპინძლია, ფეხები უბანია წმინდათვის, გაჭირვებულებს დახმარებია და ყოველგვარ კეთილ საქმეებს მიხოლია. ახალგაზრდა ქვრივები კი არ მიიღო, რადგან როცა ქრისტეს საწინააღმდეგო აღსნება დაეუფლებათ, გათხოვება უნდებათ. ისინი განისჯებიან, ვინაიდან უარყოს თავიანთი პირვანდელი რწმენა და კიდევ უსაქმურობაში კარდაკარ სიარულს ეჩვევიან და მარტო უსაქმური კი არა, ყბედნი, ცნობის მოყვანილიც ხდებიან და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ არის მართებული. ამიტომ ჩემი სურვილია რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, გააჩინონ ბავშვები, იდეასახლისონ, მტერს ლანძღვის არანაირი საბაბი არ მისცენ. ვინაიდან ზოგიერთი მათგანი სატანის კლავს გაყვა. თუ რომელიმე მორწმუნე კაც ან ქალს ყავს ქვრივი ახლობლები, დაეხმაროს მათ, რათა ტვირთად არ დააწონონ ეკლესიას და ნამდვილ ქვრივებს მიეხედოს. და ისევ ნამდვილ ქვრივებზე ნახსენები. 5 წესი რომელიც წესი რა მართლა ორმაგი პატივის ღირსი და ეს უკვე 5 წესებზე გადადის, აქ ჩვენ შევჩერდებით. დიახ, ჩემთვის აღმოჩენა იყო, ეხლა გეტყვით რა, როცა ჯონ მაკარტური ამას უპასუხებს. დიახ, ეს არის ნამდვილად ქვრივების კვალიფიკაცია, ჯონ მაკარტური პასუხობს და ირონება იოსები კიდევ ეკითხება, მოთხოვნები, ეს არის მოთხოვნები, ვის შეიძლება იყოს ამ სიაში. დიახ, მართალია. მე-10 მუხლში ნათქვამია, რომ თუ აღზარდა ბავშვები. დიახ, მართალია. და ეს კონკრეტული მოთხოვნაა და ფიქრობ თქვენ ამ რაღაცა ამის შესახებაც თქვით, რომ ეს გულისხმობდა ბავშვების გაჩენას არა და აღზრდას. არ ვიცი სწორად გავიგე თუ არა ყოველ შემთხვევაში. ესე დავწერე ჩემს ჩანაწერებში, როცა გისმენდი და მე ვაკონსპექტებდი თქვენს ქადაგებას. ყოველ შემთხვევაში ჩდება ეს კითხვა, ბავშვების გაჩენა თუ აღზრდა. ანუ ეს არის მოთხოვნა, მას უნდა ყავდეს შვილები ფიზიკურად, თუ უნდა უბრალოდ გაზარდოს. ეს მართლაც ცოტა გაუგებარია, რადგან დაუშვათ, რომ არის ქალი, რომელიც გათხოვდება და არ შეუძლია შვილების გაჩენა. ამიტომ ისინი გადაწყვეტენ ბავშვის აყვანას, შვილებას. შემდეგ კი მართლაც დაქვრივდება. მან გააჩინა შვილი, მაგრამ მან არ
აღზარდა, მას არ შეეძლო შვილის მან გაზარდა, მაგრამ მას არ შეეძლო შვილის გაჩენა. ეკნებოდა თუ არა მას ამ სიაში, ამ კვალიფიკაციაში მოხვედრის უფლება? და მე ესე დავასათაურო, ვინ იგულისხმება ნამდვილ ქვრივში, ვისაც შვილებიც ყავდა? და ძალიან საინტერესოა, აბა ნახოთ ჯონ მაკარტური როგორ უპასუხოს. ნება მომეცით უპასუხო თქვენ კითხავს ასე. იმის თქმა, რაც აქ წერია, როგორც მე მახსოვს, არის ის თუ მან შვილები გაზარდა, ან აღზარდა და არა ყავდა. აქ რა თქმა უნდა აქცენტი კეთება ეკლესიაში მსახურებაზე და ძალიან განუმეორებელ როლზე. რა როლი უნდა შეასრულოს ამ ქვრივმა თავად ეკლესიაში და როგორი უნდა იყოს მისი კვალიფიკაცია. ახლა თქვენ უნდა გესმოდეთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. მართლაც ქვრივს, ან მართლაც ქალს, ეკლესია მართლაც უნდა ზრუნავდეს მასზე. როგორიც არ უნდა იყოს მისი მდგომარეობა ბავშვებთან მიმართებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ყავს ქალი, რომელმაც ქმარი დაკარგა და ბერძნულ ენაში, მიაქცეთ ყურადღება, ბერძნულ ენაში სიტყვა ქვრივი სიკვდილთან არ არის კავშირში. საერთო არა აქვს. აი ეს ჩემთვის სიახლე იყო, რომ ქვრივზე ლაპარაკია არ ნიშნავს მარტო გარდაცვალებას. გასვოთ ხომ მეც ვახსენეს. ეს არის უბრალოდ დაუცველობასთან დაკავშირებული. ანუ რომ ის მარტო დარჩა. და ეს სიტყვა შეიძლება ითარგოს მარტო დარჩენილი და არა გარდაცვლილი. ქმარ გარდაცვლილი. ასე რომ ქარმა, უკაცრავად, ასე რომ ქალმა შეიძლება დაკარგოს ქმარი მრავალი გზით: სიკვდილი, დეზერტირება, განქორწინება, განშორება, რაც არ უნდა იყოს ეს. ასე რომ ამ ქალს შემდეგ სჭირდება ზრუნვა, რადგან ღმერთს ისე ყავს შექმნილი ქალები, რომ სხვებმა უნდა იზრუნონ მათზე. ასე რომ მათ სჭირდებათ ზრუნავი, მამაკაცების ზრუნავების ქვეშ უნდა იყვნენ. ასე რომ ჩვენ თქვით, რომ ნებისმიერი სახის ქალები, რომლებსაც არ აქვთ უკვე ეს რესურსი, არ ყავთ ქმარი გვერდზე, ძმა, ოჯახში მამაკაცი, რომელიც მათ იზრუნებდა, ეკლესიას უნდა ეზრუნა მათზე. ახლა დამატებით, როცა საქმე ეხება მე-9 და მე-10 მუხლებს, ის განიხილავს, რომ ზოგიერთმა ეკლესიაში უნდა აიღოს ეს რაღაც ნახევრად ოფიციალური ფუნქცია დავარქვათ ამას. და ეს არის 60 წელზე უფროსი ქალები, რომლებაც თავიანთი ცხოვრება ღვთისადიდებლად დაამტკიცეს და იცხოვრეს და სანიმუშო მათ ჰქონდათ მოწმობები. და მოწოდებული არიან შექმნან ქალების ჯგუფი ეკლესიაში, სხვებს რომ ასწავლონ და მაგალითი მისცენ სახურების ამ გზით. ახლა ოფიციალური ჯგუფი არანაირად არ ზღუდავს სხვის მომსახურებას. ეს მხოლოდ უნიკალური ჯგუფია. მე აქამდეც ვიტყოდი და უნდა დაუბრუნდე და გადავამოწო ჩემი შენიშვნები, ჩემი კომენტარები ამაზე, თქვენ რა კონკრეტული კითხვაც დასვის, რაც არის მე-10 მუხლში მოცემული. კარგი საქმეების და შვილების აღზრდის რეპუტაცია აქვს ასეთ ადამიანს. და თუ ჩვენ ვაპირებთ უკვე გადავიდეთ ტიტეს, ასევე მეორე თავში სადაც მითითება არის, რომ ასწავლოს ახალგაზრდა ქალებს უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ თავიანთი შვილები და დაეხმარონ მათ შვილების აღზრდაში. ასე რომ ამ პოზიციიდან თუ შევხედავთ, რომ გამოცდილება ქონდეს, რატომ მეტი სანდოობა ქონდეს, უკვე საჭიროა ეს კვალიფიკაცია ამ სახის მოსახვედრად. ასე რომ მე ვიტყოდი ამას მარტივად. მე არ ამგონია რომ ტექსტი ამას გძალავს, თუ ქალმა გაზარდა შვილები და მან დაამტკიცა რომ ღვთისმოსავი ქალია, არ ამგონია რომ დისკვალიფიცირებული იყოს. თუ ქალს არასოდეს ყოლია შვილები, ან არასოდეს გაუზდია შვილები, მაშინ შეგიძლიათ ცოტა ვიკამათოთ ამაზე და ესეც საკამათო საკითხია, მოხვდებოდნენ თუ არა ისინი ამ სიაში. მაგრამ თუ მას თავისი შვილი არ ყავდა და სხვისი შვილი იშვილა და იმაში აქ გამოცდილება გაზდის, უკვე ეს კვალიფიკაციას აკმაყოფილებს. და მარტივია ფაქტი, რომელიც ამბობს, რომ მან შვილები გაზარდა. ასე რომ მე ვიტყოდი, რომ ქალი, რომელიც არ ზდიდა, არ გაუზდია შვილები, ვერ მოხვდება ამ ჯგუფში და ამ კვალიფიკაციის ღირსი არ არის, ხომ? როგორც მე აღნიშნე ეს, რომ ტიტესთან პარალელო გავალოთ ტიტეს წერილის მეორე თავში. იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი როლი, რაც მათ ეკისრებათ, რომ დაეხმარონ ახალგაზრდა გალებს, იცოდნენ თუ როგორ მოექცნენ თავიანთ შვილებს. ხედავთ, სახში არსებულ ესე თქვათ ვითარებაში. მაგრამ ეს მინდა აღვნიშნო, არანაირად არ გამორიცხავს და ზღუდავს მეორე კატეგორიის ადამიანებს, რომ იმსახურონ სხვა როლში ეკლესიაში. და მე ახლა გავიხსენებ ამას, ვლაპარაკობდი მე ეკლესიის უხუცესებზე, გახსოვთ როცა ვასწავლიდი. და მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ეს არის უნიკალური ფუნქცია, რაც უხუცესებს აქვთ, ეპისკოპოსებს აქვთ ეკლესიაში.
და მე ვიქნები ძალიან გურწფელი თქვენთან და ვიტყვი ამას, რომ ჩვენს ერში, ამერიკაში და მე ვიცი ამის მომსწრევარ, ბევრი ერისკაცი, უბრალო ერისკაცი, რომელიც უბრალოდ ეკლესიის წევრია, უფრო ეფექტურია ხალხის იესო ქრისტესთან მოსაპოვებლად და მიყვანაში, ვიდრე უხუცესები და პასტორები. ამას გადაუჭარბებლად გეუბნებით მე. რომ არიან ისეთი ერისკაცები, უბრალო რიგითი წევრები, რომლებიც უფრო ეფექტურად და უფრო ნიჭიერი მასწავლებლებიც არიან ღვთისმსიტყვის, ვიდრე ძალიან ბევრი ბოძღვარი. ასე რომ ჩვენ არ გვინდა ეკლესიაში, ოფისში რაიმე სახის რაღაცა პრემია დავაყენოთ, რაღაცა სულიერი სტატუსი მივანიჭოთ და ეს ვაქციოთ რაღაც ელიტარულ ჯგუფად. არანაირად. თუ ქალს აქვს უფლება იყოს ამ სახის ჯგუფის წევრში, ძალიან კარგია ამ მსახურების შესასრულებლად, ასეც იყოს. მაგრამ თუ მას ეს კვალიფიკაცია არ ეძლევა, მაშინ მას ეძლევა სხვაგვარი მსახურება, სადაც ის თავის ნიჭს, თავის გამოცდილებას ყველაფერს გამოიყენებს ღმერთის განსადიდებლად. ასე რომ ეხლა მოდით ნუ ჩავყოფთ ხელს ისეთ ყუთში და არ გავხსნათ ისეთი ყუთი, სადაც ჩვენ ადამიანები შეიძლება მეორე ხარისხოვნად ვაქციოთ. და თუ ის არ შეესაბამება ამ გარკვეულ რაღაცა ნიმუშს. გასაგებია, დიახ, მადლობა ჯოზეფი ამბობს, ამან უკვე უპასუხა ჩემს კითხვას ჯონ და ჯონ მაკარტური აგრძელებს. ენება მომეცით ამას დავამოტო სკოლიო სახით. გახსოვთ ხომ პირველ კორინთელთა წერილის მე-7 თავი იოსებ. გახსოვთ? თქვენ იცით ეს მონაკვეთი, რადგან გახსოვთ, როდესაც მარტო იყავით, სანამ დაქორწინდებოდით, რას ამეუბნება პავლე, ამ მონაკვეთში საუბარია მარტოობაზე. თქვენ იცით, ღვთის სადიდებლად ყოფნაზე, რომ მარტო ხელა ადამიანს უკვე არ აქვს ამ ქვეყნიური საზრუნავი, მან არ უნდა იდარდოს მეუღლეზე, ოჯახზე, შვილებზე, ყველაფერზე და თავისუფლად შეუძლია მას უკვე თავისუფლად ემსახუროს პირდაპირ უფალს. ასე რომ ჩვენ ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანს, თუნდაც ქალს, რომელიც არასოდეს დაქორწინებულა, არასოდეს ჰყოლია შვილები, არასოდეს ქონია ბევრი რაღაცა ტვირთი ცხოვრებისეული, რაც ზოგიერთ ჩვენგანს უკვე აქვს, რამაც მრავალი თვალსაზრისით შეიძლება ძალიან შეზღუდოს უფლისადმი მსახურება. ხედავთ? ასე რომ ჩვენ არ გვსურს შეურაცხოთ ის ფაქტი, რომ ნებისმიერ მდგომარეობაში ყოფი ადამიანი სრულიად მიტოვებული ღვთისმსულის ძალაუფლებისათვის გამოუყოფილია ღვთის წმინდა ნების მორჩილებით, შეძლებს გამოიყენოს თავისი ღვთისგან ბოძებული შესაძლებლობის მაქსიმალური თავისი ნიჭი და თავისი ძალა და თავისი რესურსები. გასაგებია? დიახ, მადლობთ, გასაგებია.